იცოდით, რომ გაბრიელ ბერმა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ გაბედული ნაბიჯი გადადგა და ლენინის პორტრეტი მთავრობის სახლის წინ დაწვა. როგორ გადაურჩა სასიკვდილო განაჩენს და როგორ აირჩია სალოსობის გზა, რომელიც მას უდიდეს სულიერ გმირად აქცევს. ეს არის ისტორია, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. დარჩით ჩვენთან, რათა გაიგოთ მისი დაუჯერებელი თავგადასავალი. გაბრიელი ერისკაცობაში გოდერძი ვასილისძე ურგებაძე დაიბადა თბილისში წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად. მამა ვასილ ურგებაძე მამუკინის სოფლის საბჭოს თავმჯდომარე და ამავე დროს შინსახკომის წარმომადგენელი იყო. მცირეწლოვანი გოდერძის მამა ადრევე გარდაცვლილა. ის 1931 წლის შეთქმულებას შეეწირა. გოდერძიმ დაამთავრა თბილისის 24 საშუალო სკოლის 6 კლასი. 1959 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. იგი მსახურობდა ბათუმში. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, ახერხებდა ეკლესიაში სიარულს. სწორედ აქ შეისწავლა მან ხუცური. პატარა ვასიკო მამა გაბრიელს ერისკაცობაში გოდერძი ერქვა, მაგრამ მამის პატივსაცემად ვასიკოს ეძახდნენ, დღე-დაღამ სახარებას კითხულობდა. სხვა არაფერი აინტერესებდა. სწავლაზე ხელი აიღო, ზერელედ გადაავლებდა გაკვეთილებს თვალს და ისევ სახარებასა და მღვდლის მიერ მიცემულ წიგნებს მიუბრუნდებოდა. ძილის წინ თავის ოთახში დიდხანს ლოცულობდა. ბავშვობაში მეზობლების ჩხუბს შეესწრო. ერთმა ქალმა უთხრა მეორეს, რა ჯვარზე მაცვი ქრისტესავითო. გაკვირვებულმა ვასიკო მიკითხა, რატომ აცვეს ქრისტე ჯვარსო? პასუხი ვერავინ გასცა. უთხრეს ეკლესიაში წასულიყო. სამწუხაროდ ისიც დაკეტილი დახვდა. ყარაულმა ურჩია წაეკითხა ქრისტეს ისტორია. ამის შემდეგ დაიწყო ფულის შეგროვება და ღვთისწყალობით შეიძინა წიგნი, რომლითაც ქრისტეს ცხოვრებას გაეცნო. იმ დროს ომი ახალი დაწყებული იყო. ბევრმა არაფერი იცოდა ფრონტზე წასული ქმრების და შვილების შესახებ. მასთან მიდიოდნენ, რადგან ამბობდნენ, პასუხები აქვსო. 12 წლის ვასიკო ყველას თავისებურ პასუხს აძლევდა და ქრისტეს უხადაგებდა. მისი ნათქვამი ყოველთვის მართლდებოდა. საიდან იცი ყველას პასუხიო? უფალი მაძლევს გულის ხმის ყოფას. ის განადიდეთო, პასუხობდა. მაგრამ ეტყობა ამძიმებდა ადამიანებისგან გამოხატული პატივისცემა და ხანდახან უეცარ საქმეს ჩადიოდა. თუ უბანში გამოსაჩენ ადგილას ნაგავი ეყარა, მივიდოდა და პირდაპირ შიგ ჩაჯდებოდა. თან იტყოდა, არ დაგავიწყდეს ვასიკო, რომ ეს ნაგავი ხარ და თავი დიდი ვინმე არ გეგონოსო. კიდევ ერთ საკვირველ ამბავს მოგვითხრობს მამა გაბრიელის ბიოგრაფი. ღვდელ მონაზონი კირიონი. იმ პერიოდში ზოგმა წმინდა ხატების მოვლას თავი დაანება. ზოგს რწმენა გაუნელდა და სიწმინდეთა მოვლისთვის საკადრისად არ ირჯებოდა. ამნაირებს მიადგებოდა პატარა ვასიკო და ეტყოდა, შინ ამადა ამ ადგილას ხატი გისვენიათ, ან ჯეროვანი პატივი მიაგეთ, ან მე მომეცით. შემდგომ თუ მოინდომებთ მის პატივისცემას, მოდით და სიხარულით დაგიბრუნებთო. ზოგი გონსეგებოდა, შეინანებდა და ეტყოდა, არა, დავიტოვებთ და პატივით მოვექცევითო, სხვები გამოუტანდნენ ხატს. ყველა გაკვირვებული რჩებოდა, აი, სასწაული ამან რა იცოდა, ხატი შენახული სათქონდა, მართლაც უცნაური ბავშვიაო. ერთხელ მამა გაბრიელის სიცოცხლის უკანასკნელ წელს, როცა მძიმედ სნეული ლოგინად იწვა, დედა ეწვია. მცირე საუბრისა და მოკითხვის მერე ცრემლმორეულმა დედამ ტირილით უთხრა, განა რა იყო შენი ცხოვრება ტანჯვა წამების გარდა? რა იქნებოდა, თავს მოფრთხილებოდი, შენც ხომ ადამიანი იყავიო. მამა გაბრიელი მცირე ხანს დუმდა, მერე კი ლმობიერი ხმით აღმოთქვა. მე სხვანაირი ცხოვრება არ შემეძლო. დიახ, არ შეეძლო. ერთხელ როცა განრიცხებულმა დედამ სახარება საპირფარეშოში ჩააგდო, ვასიკომ სახარება მაშინვე ამოიღო, გაასუფთავა, იმავე ღამეს სახლი დატოვა და უკან კარგახანს არ დაბრუნებულა, ვიდრე მშობელმა საქციელი არ შეინანა. მაშინ ის 12 წლისა იყო. გამოხდა ხანი. 1956 წლის 9 მარტს საბჭოთა ხელისუფლებამ უამრავი ქართველი დახვრიტა. უშიშროება მიცვალებულების პატრონებს უბრძანა, არავითარი სამოქალაქო პანაშვიდი, არავითარი ტრადიციული გამოსვენებაო. მხოლოდ უახლოესი ნათესავები თუ ბედავდნენ სამძიმარზე მისვლას.
სწორედ მაშინ გამოიჩინა სულის მხნეობა მამა გაბრიელმა. მაშინ უკვე მღვდელ მონაზონმა და ვისი მისამართიც კი გაიგო და რომელნიც ნათელღებულნი იყვნენ, ყველას წესი აუგო. თავისი სახლის ეზოში ღვთისადიდებლად ეკლესია ააშენა და მიუხედავად საერო თუ სასულიერო ხელისუფლების ძალდატანებისა არ დაანგრია, რისთვისაც დევნა დამცირება დაითმინა. მერე კი 1965 წლის 1 მაისს მთავრობის სახლის წინ ლენინის უზარმაზარი პორტრეტი დაწვა და თავს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მამა გაბრიელი 7 თვეში უფლის ნებითა და პატრიარქ ეფრემის დიდი ძალისხმევით ტყვეობიდან გათავისუფლდა. თუმცა მისი წამება ამით არ დასრულებულა. ხშირად მიჰყავდათ ძალოვან ორგანოებში და მერე ცოცხალ მკვდრის წასაყვანად მის ახლობლებს იბარებდნენ. ციხიდან გამოსული გაბრიელ ბერისთვის საბჭოთა ხელისუფლების უმკაცრესი მოთხოვნით ყველა ეკლესიის კარი ჩაიკეტა. სწორედ იმ დროიდან იღებს მამა გაბრიელის სალოსობის უმძიმეს ტვირთს. 5 წლის განმავლობაში ზამთარ ზაფხულ, თოვლში, ყინვაში, ქარში, წვიმაში, მწველ სიცხეში, ღია ცის ქვეშ, სასაფლაოებს შეფარებული ცხოვრობდა. დადიოდა ფეხში შველა და გლახაკად ჩაცმული, თავზე რვალის დიადემა დადგმული. როდესაც თავი დიდი ვინმე ან სხვაზე კარგი მეგონა, მაშინ მივმართავდი ამას და როდესაც ხალხი დამცინოდა, მდაბლდებოდი და ვხედავდი ჩემს თავს, რა ნაგავიც ვიყავი. ასე განმარტავდა შემდგომში მამა გაბრიელი. უქმეებზე წირვალოცვას ესწრებოდა სრული სამონაზვნო შესამოსლით შემოსილი, ხოლო ლოცვის მერე გლახაკის კონკებით მოსილი დადიოდა ქუჩებში და ქრისტეს ქადაგებდა. ხანაც მხარზე ძირგავარდნელ კოკას შემოიდგამდა და ქუჩაში მოსიარულე ხალხის გასაგონად ამბობდა: გაიგეთ ხალხო, უსიყვარულო ადამიანი ამ ძირგავარდნელ კოკას გავს, რაც უნდა შთაასხათ მასში, არ დადგება და უკვალოდ გაქრება. ამისთვის შეიყვარეთ უფალი ღმერთი, თორემ უნაყოფო იქნება ცხოვრება თქვენი. დღესაც, როცა ამდენი სასწაული მომხდარა მამა გაბრიელის ლოცვით, მავანნი ამ წმინდა მამას კვლავ ლოცს ეძახიან და არ სურთ დაიჯერონ, რომ ვითომ სმა მისი კიდევ ერთი სალოსური ნიღაბი იყო. ერთხელ ერთი ყმაწვილი უცქერდა სამთავროს ეზოში თავისი სენაკის წინ მდგარ ბერ გაბრიელს და გონებაში განიკითხავდა. ბერი ბოთლიდან ღვინოს ისხამდა და სადღე გრძელოს თქმით სვამდა. ამას სხვებიც უცქერდნენ. ზოგი გაიღიმებდა და გზას გააგრძელებდა, ზოგი მაშინვე თვალს არიდებდა. ეს ყმაწვილი კი უძრავად იდგა და არაშორებდა მზერას. მამა გაბრიელმა მიიხმო. ამ დროს მან თავი ანება სალოსობას და თავისი ნამდვილი სახით შეხედა ახალგაზრდას. ღვინო დაუსხა, შესვიო. ვაჟმა მოსვა და სახე შეეცვალა. წყლით გაზავებული ალუბლის წვენი აღმოჩნდა. არავინ განიკითხო დაბადებული ღვთისა, შენ რომ განგიკითხო და შენზე კარგი მეგონოს თავი, საძაგელი ვიქნები უფლის წინაშე. ეს დაიხსომე, მოყვასო და მშვიდობით წარბედინ. დაარიგა ვაჟი მამა გაბრიელმა. ადვილი იყო საყურებლად, როდესაც მამა გაბრიელი ყველას სახილველად თითქოს და სურვილით ეწაფებოდა ღვინოს, მაგრამ სინამდვილეში საქმე სხვაგვარად იყო. მასთან მისულ ხალხთან, როდესაც სალოსობის ამ ღვაწლს მიმართავდა, პირმხიარულად იქცეოდა. ქადაგებდა, თან დრო გამოშვებით მისთვის სასურველ ღვინოს დალევდა. თუ თავისი სენაკის წინ იჯდა, ხალხს აკურთხებდა და სენაკში შევიდოდა. ერთი წუთის მერე მთვრალი ნამდვილ მადლმოსილ მამად შეიცვლებოდა, დაბალ სკამზე ჩამოჯდებოდა, პირსახოც მუხლებზე გადაიფენდა, ტაშტს ფეხებთან ახლოს დაგადებინებდა და დალეულ ღვინოს უკანა მოიღებდა. ჩვენთვის ეს იყო საშინელი საყურებელი, ხოლო მისთვის დიდი ტანჯვა. ხანდახან ამის გამო ტკივილისაგან გმინვა აღმოხდებოდა და ამიტომ სენაკის კარს დაგახურინებდა, რომ ეს არავის გაეგო. ასევე ჩუმად გადაგაღვრევინებდა ამოღებულ სითხეს, რათა სინამდვილე არ გაცხადებულიყო. იყო შემთხვევები, როდესაც ამ საშინელი ტანჯვისაგან საყლაპავ მილზე კაპილარები უწყდებოდა და სისხლის დაკარგვის გამო სიკვდილის ზღვრამდე მიდიოდა. აქ გადაუდებელი აუცილებლობა იყო ექიმის ჩარევა, მაგრამ სინამდვილე მაინც დაფარული რჩებოდა. ხვებოდა მღვდელ მონაზონი კირიონი, რომელიც მამა გაბრიელის სიცოცხლის ბოლო 4 წლის განმავლობაში თითქმის ყოველ დღე მის გვერდით იყო სენაკში.
ერთხელ მისი მორჩილი დედა პარასკევა შევედრებია, მამაო, იქნებ შეეშვათ ამ 8 წელს, რადგან ამ ტანჯვას დიდხანს ვერ გაუძლებთო. მცირე ხნის დუმილის შემდგომ მამა გაბრიელს მტკიცედ და მობიერად უთქვამს, არ იცი და ურას ამბობ. განა ჩემზე მეტად ვინმეს ზულს ასე ღვინისმა, მაგრამ ასეა საჭირო. მამა გაბრიელმა მიუხედავად მოთხოვნისა, თავისი სამლოცველო ეკლესია არ დაანგრია. ამ ურჩობის გამო რამოდენიმე თვით უზიარებლობითაც დაუსჯიათ, მაგრამ ღვთისნებით პატრიარქ ეფრემს სვეტი ცხოვრებას მისთვის ზიარების უფლებაც აღუდგენია და სამთავროს მონასტერში მოძღვრად დაუდგენია. 1962 წლის 7 აპრილს გარდაიცვალა პატრიარქი ეფრემი და შემდგომ მამა გაბრიელი სამთავროს მონასტრის და სემინარიის მოძღვრობიდან გაათავისუფლეს და ეკლესიის გარეშე დატოვეს. და 1962 წლიდან 1990 წლამდე მამა გაბრიელმა განსაკუთრებული 8 წლი იტვირთა დანგრეული თუ დახურული ეკლესია მონასტრების მოლოცვა. ხან მარტო მიდიოდა, ხანაც მორწმუნეებთან ერთად. როდესაც მიტოვებულ თუ დანგრეულ ეკლესია მონასტრებში წირვას დააყენებდნენ, ეტყოდა იქ მყოფთ, გწამდეთ რომ აქ ჩვენ ჰაერს ფუჭად არ ვარხევთ. მართალია დღეს ბევრი ეკლესია მონასტერი დანგრეული და დახურულია, მაგრამ წმინდა ანგელოზი, რომელიც დადგენილი აქ ღმრთის განჩინებით, ხედავს და ისმენს ჩვენს გულმოდგინებასა და სავედრებელს. სიხარულით აქვს ჩვენი ლოცვა ღმერთთან და შესმენილყოფს. მოვესწრებით იმას, რომ ეს ეკლესია მონასტრები აღდგება და ღვთისმსახურება განახლდება. 1987 წლიდან მამა გაბრიელი სამთავროში, ეგრეთ წოდებულ კაკლოვანში, პატარა ფიცრულში დაბინავდა. ამ ფიცრულს ადრე საქათმედ იყენებდნენ. რამდენიმე დღით დატოვებდა მონასტერს და მერე კვლავ უბრუნდებოდა ფიცრულს. წარმოუდგენელი იყო იქ ზამთარში ცხოვრება, მაგრამ მაინც ცხოვრობდა. 1990 წელს მამა გაბრიელმა დაუტევა სამთავროს მონასტერი და შიომღვიმეში წავიდა. იქ დაყუდება გადაწყვიტა, მაგრამ გამოცხადებით უფლისგან ბრძანება მიიღო წადი სამთავროში და ხალხს ემსახურე და მანაც ხალხისთვის თავდაუზოგავი 8 წლით აღასრულა ცხოვრება. 1995 წელს სვეტი ცხოველში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დიდი კრება ჩატარდა. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, მამა გაბრიელი არ მიუწვევიათ. ღირსმა მამამ თავისი კუბო, რომელიც 2 წლით ადრე თავის მორჩილს მოატანინა, სენაკის წინ დაადგმევინა, შიგ ჩაწვა და ის 3 დღე, რაც კრება ტარდებოდა, სალოსობდა. მაშინ სამთავროს მონასტერში მრავალი სამღვდელო პირი და მორწმუნე მიდიოდა და როგორც ამბობს მამა კირიონი, მამა გაბრიელიც თითქოს ამ საქციელით მთელ საქართველოს ემშვიდობებოდა. რადგან ამბობდა, არ გავა დიდი დრო და გაბრიელ ბერს ასე იხილავთ. ყველა სიყვარული მიმაქვს, მართლმადიდებელი ერისა და ყველა დაბადებული ადამიანისა. მართლაც თურმე მამა გაბრიელის გარდაცვალებამდე 40 დღეღა ყოფილა დარჩენილი. ეს იყო მისი სალოსობის ბოლო 3 დღე, ვიდრე გარდაცვალებამდე მამა გაბრიელს აღარ უსალოსია. მრავალგზის უნახავთ სამთავროელ დედებს და სხვათაც თოვლში ფეხში შველა, ყინვისაგან ფეხებზე კანდახეთქილი დაწყლულებული. როცა ჰკითხეს ასე რატომ წირავ თავსო, ჩემი ქვეყნისთვის ულოცულობო. მაშინაც კი როცა ბარძაყის სახსრის მოტეხილობა ჰქონდა, მცირე განძრევაც კი საშინელ ტკივილს გვრიდა, მაინც ჩააყვანინა ტაძარში თავი და სამთავროს ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაჩოქილი ცრემლით შეევედრა. დედაო ღვთისაო, ცისა და ქვეყნის დედუფალო მარიამ, გევედრები დაიფარე შენი წილხდომი ერი დაღუპვისაგან. მე შემიწირე ოღონ საქართველო გადაარჩინე. აუსრულა ვედრება უფლის დედამ და 1995 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა ბერი გაბრიელი. 2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა და ეწოდა ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი სალოსი. მისი ლოცვა ფარავდეს ჩვენს ქვეყანას. დაგვიწერეთ თქვენი აზრი მამა გაბრიელის შესახებ. გამოიწერეთ კარდუს არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოს.